მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ახლა ვართ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში და ვაგრძელებთ ფილმების სერიას ხარაგაულისა და ხარაგაულელების შესახებ. მარიკა, თუ გიფიქრია, რა შეიძლება ადამიანმა ნახოს დაბა ხარაგაულში და მის შემოგარენში ერთი დღის მანძილზე? კარგი კითხვაა, გივი ნამდვილად. ჩვენ მოვაგროვებთ ინფორმაცია, თუ რა შეიძლება ნახოს ხარაგაულის სტუმარმა ერთი დღის მანძილზე ხარაგაულში და ხარაგაულთან ახლოს. მოვაგროვებთ ინფორმაცია და დღეს შევესწრებით ერთად, გავიაროთ ეს გზა და დავათვალიერებთ დაბა ხარაგაული და მისი შემოგარენი. ზოგიერთ შეიძლება ფიქრობდეს თითქოს არაფერია სანახავი, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო ვიდეო გელით წინ, მანამდე კი გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო. დავიწყოთ, რა ვნახოთ პირველად? გარემოთვალ და ხარაგაულის ცენტრალური პარკი. ხარაგაულის ცენტრალური პარკი. ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკი ის ადგილია, რომლის უნახავადაც დაბა ხარაგაულიდან არ უნდა წახვიდე. პარკი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებობს და დღემდე საუკეთესო ადგილია დაბაში დასვენებისა და განტვირთვისათვის. დაბის დათვალიერება ჩვენი საამაყო საკათედრო ტაძრიდან განვაგრძო, რომელზეც ნათქვამია, რომ ის ხარაგაულელების ავტოპორტრეტიაო, რადგან იმ 10 წელზე მეტი ხნის მანძილზე, როცა ის შენდებოდა, ყველა აქაურმა მიიღო მონაწილეობა მის მშენებლობაში, ეს იყო ფიზიკურად თუ შეწირულობის სახით. საკათედრო ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. საძირკველი 2007 წელს გაიჭრა. ჯვარი კი მის გუმბათზე 2018 წლის 21 ოქტომბერს აღიმართა. პირველი წირვა ტაძრის ქვედა დარბაზში, რომელიც 12 მოციქულის სახელზეა ნაკურთხი, გაიმართა 2019 წლის 12 ივნისს პეტრე-პავლოვას, ხოლო 2021 წლის 7 იანვარს ტაძრის ძირითადი დარბაზი ეკურთხა შობის სახელზე. არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაბა ხარაგაულში ტაძარი არ არსებობდა. ახლა კი უკვე 3 ტაძარი გვაქვს დაბის ტერიტორიაზე. ჩვენ ახლა ვართ ღომეითის მთაზე ანტონი დიდის სახელობის ტაძარში. ეს ტაძარი 2016 წელს ააგო ხარაგაულელებმა სპარტაკი შარიქაძე. ტაძრის ეზო ძალიან ლამაზია, ხედები ძალიან ლამაზია, ჰაერი არაჩვეულებრივი, ეზოში მოწყობილია საპიკნიკე ადგილები. გარემო შესანიშნავია ბავშვების სალაშქროდ, მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, სუფთა ჰაერის ჩასასვლელად. ტაძარი 2018 წლის 25 ნოემბერს წმინდა ანტონი დიდის სახელზე აკურთხეს. ტაძარს აქვს შესანიშნავი ეზო, საიდანაც იშლება დაბა ხარაგაულის ხედები. აქ-ასვლა ძალიან მარტივია. მიდის ბეტონის და ნაწილობრივ გრუნტიანი სამანქანო გზა. ფეხით ასვლა კი მოკლე ბილიკებითაცაა შესაძლებელი. ტაძრის ეზოში ნახავთ სამახსოვრო ქვას, რომელიც მოგვითხრობს ხარაგაულელი დეკანოზის რომანოს დეკანოზის შესახებ. ბოლშევიკებმა ის საფლავიდან ამოთხარეს და ღომეეთის ტყეში მალულად გადაასვენეს. მასთან ერთად წამოიღეს მისი 12 წლის ქალიშვილის ნეშტიც. ასე მოექცენ იმ ადამიანის საფლავს, ვინც ხარაგაულში პირველად სკოლა და ეკლესია ააშენა. მოვედით პატარა ხარაგაულში. დევდარიანის ქუჩის ბოლოში მდებარე ახალაშენებულ ტაძარში. ეს ტაძარი 2021 წელს დასრულდა და ააშენა მამუკა არევაძემ. ტაძარი ეკურთხა ღვთისმშობლის მშობლების იოაკიმ და ანას სახელზე და აქ უკვე აღევლინება წირვა-ლოცვა. ნახევრად მოხატულია უკვე და ეხლა შევიდეთ და ერთად ნახოთ ეს ულამაზესი ფრესკი. თუ მოხვედი 300 მეტრის გავლაც არ დაიზარო და აუცილებლად ნახე ოკიშურას უბანში მდებარე ჯვარგუმბათოვანი ეკლესია.
დაბა-ხარაგაულთან ახლოს ოკიშურაში მდებარეობს ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც აგებულია წითელი სამშენებლო აგურით. ეს ტაძარი 2000-იან წლებში აუგია გია არევაძეს, თუმცა ტაძარი დღეს დასრულებული არ არის. ხარაგაულელმა და ხარაგაულში ჩამოსულმა სტუმარმა შეიძლება არ იცოდეს ეს ადგილი. ეკლესია თითქოს ბუნებრივადაა შექმნილი და შესისხორცებულია აქაურობას. ახლა დაბის სამხრეთის შემოსასვლელიდან მოდი ხარაგაულის დასავლეთის შემოსასვლელისაკენ წავიდეთ. სადაც სანახავი ადგილებია ხანდის ციხე და ცაშეკრულას კანიონი. დაბა ხარაგაულის დასავლეთის შემოსასვლელში პირდაპირ ამავრის თავზე მდებარე კლდეზე შემორჩენილია კოშკის ნანგრევები, რომელიც სავარაუდოდ იყო ცეცხლის გადამცემი კოშკების ჯაჭვის ნაწილი. რაც მდინარე ჩხერიმელას ხეობაში გადიოდა და სხვადასხვა ციხეებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ზოგიერთი ამ ადგილის შეცდომით ხარაგაულის ციხესაც ეძახის. თუმცა მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ხარაგაულის ციხე მდინარე ძირულას და ჩხერიმელას შესართავთან მდებარეობდა. კომუნისტების დროს იმ ადგილზე შუაში აგურის ქარხანა მუშაობდა. კოშკისკენ წასვლა შეგიძლიათ ცაშეკრულის კანიონიდან, ეს არის ცაშეკრულის კანიონი, ხოლო აქ არის ბილიკზე ამოსასვლელი, მე ახლა უკვე ბილიკზე ვდგავარ და ასეთი გზა მიდის კლდის პირზე. კლდეში გაკეთებული ღარში მივდივართ. ძალიან საინტერესო. რთული გზა ესეც არ არის. საკმაოდ მარტივი ბილიკია, ოდნავ მარდი მუხლები, შესაბამისი ფეხსაცმელი, შესაბამისი ტანსაცმელი და ასვლა სულ არ არის ძნელი. ესეთი მაგარი ადგილია. თავისუფლად შეიძლება აქ ძალიან საინტერესო ექსპედიციის მოწყობა. ეს იქნება ინფორმაციული ექსპედიცია, სათავგადასავლო, საპიკნიკე, ბევრ ახალგაზრდას, ბევრ უფროსიასაგის ადამიანს ვფიქრობ, ძალიან დააინტერესებს ეს ადგილი, მით უმეტეს რომ ასე ახლოს არის ერთმანეთთან. დევის ხვრელი, შემდგომ ხანდების კანიონი, მერე უკვე ეს ხარაგაულის კოშკი და აქვე ცაშეკრულას კანიონი. ძალიან ახლო. წე დავარდეთ ახლა ჩვენ ამ კლდეს, რომლის თავზეც დგას ეს კოშკი. გამერწმუნეთ, მართლაც საოცარი და მიღვალი ადგილი იქნებოდა მტრისთვის. მეორე უფრო მარტივი გზაც არის აქ ამასასვლელად და იმასაც გაჩვენებთ. და ადგილი იშლება ულამაზესი თვალწარმტაცი და შესანიშნავი ხედები. როგორც ხანდების კანიონზე, ასევე დაბა ხარაგაულისკენ. ხანდების კლდე, ხანდების სარკინიგზო გვირაბი, რომელიც დღეს გაუქმებულია და ატარებელი აღარ დადის, მაგრამ ბუნება ძალიან ლამაზია. მარცხნივ არის ცაშეკრულას კანიონი, ეს არის კანიონის შესასვლელი. თქვენ ხედავთ, კაცი შემორჩენილია ციხის საკმაოდ დიდი ნანგრევი, კოშკის ფორმის, ცილინდრის ფორმის ნაგებობა შემორჩენილი, რომელიც გადმოვარდის პირასაა და როდით ვერ გავეცალებ, შეიძლება აიძახოს და წამოვიდეს. ეს არის შემორჩენილი ამ ციხის გალავნიდან, რომელიც გადახურებს და აკონტროლებდა ამ დიდ ხეობას.
ძალიან ლამაზია აქაურობა, ძალიან საინტერესოა. საკმაოდ უსაფრთხო გზაა, საკმაოდ კარგი გზაა. აი, ამოდის დევების თავიდან აგერ საცხოვრებელი სახლები 1-2 ყანას გადალახავ და შემოდის იქიდან. აქედან არის მეორე ასასვლელი ხარაგაულის კოშკისკენ. აი, აქეთ არის საშეკრულას კანიონი, სადაც ყველას გირჩევთ რომ მიხვიდეთ. ჩემს უკან მდებარეობს საშეკრულას კანიონი, რომელიც აი ცნობილი დევების ქანდაკებების უკან არის ზუსტად და ძალიან ახლოს არის დაბა ხარაგაულიდან. ამ ადგილს საშეკრულა იმიტომ დაარქვეს, რომ აი იქეთ, როდესაც ღრმად შეუყვებით კანიონს, კლდეები ისე ახლოს არის ერთმანეთთან, რომ თითქოს თავები ერთმანეთზე მიუდიან. ძალიან მყუდრო, ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი ხეობა ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც აინტერესებს ბუნების სიახში გასეირნება. მოდი ახლა შევიდეთ საშეკრულის კანიონში. აქ რაოდენიმე ადგილას გვიწევს მდინარე ოკიშურას გადალახვა. ეს კანიონი არის ერთგვარი გაგრძელება ხანდების კანიონის. ეს ადგილებია. ახლა შემოდგომა ყვითლად არის მოფენილი აქაურობა და ახლა ჩვენ ნენელა უახლოვდებით იმ ადგილს, რის გამოც ქვია ამ კანიონს საშეკრულის კანიონი. ადგილს, სადაც კლდეები ისე ახლოს არის ერთმანეთთან, რომ საშეკრულია. რეზინით ჩექმები მაცვია ახლა და ამ რეზინით ჩექმებით სრულიად დიოლად შესაძლებელია აქ მგზავრობა და პირიქით ზაფხულში როდესაც ხელა აქ ძალიან გრილა. ავით ურჩევ ყველა ხარაგაულებს სტუმარი მოიყვანოს აქ, ურჩიოს ეს ადგილი, დაათვალიერებინოს, აჩვენოს სუფთა და კამკამა წყალი. და აი მოვედით იმ კულმინაციის ადგილზე, სადაც უკვე ორ კლდეს ერთმანეთში აქვს თავი მიდებული და სწორედ ამიტომ დაენათლა ამ ადგილს საშეკრული. საშეკრულის კანიონი მთელი თავის დიდებულებით თქვენს წინაშე. აი იქ არის შესანიშნავი ჩანჩქერი ძალიან ლამაზი. აი იქ კი ხედავთ კლდეებს როგორ აქვს ერთმანეთთან თავი მიდებული და იქედან ცა აღარ ჩანს. თითქოს საშეკრულა. შუბლზე მიუდიათ რაღაც მითოლოგიური ტიტანებივით, არჩახერგილან და შუაში არის ასეთი გვირაბი დარჩენილი, სადაც შესაძლებელია გავლა და გავალთ ახლა ჩვენ აღმოჩნდებით მეორე ნაპირზე. ძალიან ლამაზია, ძალიან კარგია, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება გეუფლება, როცა აქ გაივლი. ვიაროთ ისევე ჩვენ საშეკრულში. რაღაც სასიამოვნო შეგრძნება გეუფლება და ისეთი არაჩვეულებრივი რაღაც თავისებური დრაივია, ეს ძალიან სასიამოვნო. შემდეგი აუცილებლად სანახავი ადგილი დევებია. თუმცა დევების და დევის სხოლის შესახებ ჩვენს ახსე უკვე დევს ვრცელი ვიდეო, რომელიც თუ ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ ახლა ვენახოთ. ხარაგაულთან ახლოს სოფელ ლაშეში ღვთისმშობლის ულამაზესი ტაძრის მონახულებაა შესაძლებელი. მე-19 საუკუნეებში ეს ეკლესია ლაშელ ღაბუაშვილ აბაშიძეებს საგვარეულო ეკლესიად აუშენებია ციხის ნანგრევებისგან, რომელიც გადმოცემის თანახმად ამ ადგილზე ყოფილა. ეს ტაძარი ნამდვილად სასწაულმოქმედია. ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი.
მე ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე და ამ ტაძარში ძალიან ბევრი რამე მithოვია ღმერთისთვის და ყველა კეთილის სურვილი ამსრულებია. თქვენს თუ კი გააქვთ რაიმე კეთილის სურვილი, რომელიც მთელი გულით გსურთ, რომ შეგისრულდეს, მობრძანდით ამ ტაძარში, დაანთეთ სანთელი და ეს აუცილებლად შეგისრულდება. წლების მანძილზე ეკლესია დანგრეული იყო. არ ჰქონდა სახურავი. 2009-2010 წლებში სოფლის მოსახლეობამ მოახერხა მისი აღდგენა. ძირითადად გამოიყენეს აქ არსებული ქვები. დღეს ტაძარი მოქმედია. აღსანიშნავია 28 აგვისტო, მარიამობა, რომელიც ამ ეკლესიის დღეობაა. აქ ყოველ წელს იკრიბება მორწმუნე მრევლი და აუცილებლად ტარდება წირვა. ტაძრის ოფიციალური სახელწოდებაა ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია. ჩვენ ვათვალიერებთ მნიშვნელოვან ადგილებს დაბა ხარაგაულში და მის ახლოს შემოგარენში. ჩვენ ვიდეოში უკვე ვნახეთ ხარაგაულის საკათედრო ტაძარი, ღომეთის ეკლესია, იოაკიმ და ანნას და უკიშურას ეკლესიები. ვიმოგზაუროთ ხარაგაულის იგივე ხანდების კოშკზე. ვიყავით საშეკრულას კანიონში. გავიხსენეთ დევები და დევისხვრელი. მოვილოცეთ ლაშის ეკლესია. და ახლა გადავინაცვლოთ დაბის აღმოსავლეთის შემოსასვლელში, სადაც ყოველ ჯერზე ცხელის ციხე გვეგებება. დაბა ხარაგაულისკენ აღმოსავლეთიდან თუ წამოხვალთ, მაღალი კლდის წვერზე გამოჩნდება ისტორიული ცხელის ციხე, რომელიც დაბის ბევრი ადგილიდან მოსჩანს. ციხე მე-18 საუკუნეებში აშენებული და არაერთ ისტორიულ კვართს ინახავს. საქართველოს ისტორია მოგვითხრობს ცხელის ბრძოლის შესახებ, რომელიც 1774 წელს გაიმართა. იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა სასტიკად დაამარცხა ოსმალთა ჯარი. სოლომონს მოკავშირეობას მეფე ერეკლე მეორე უწევდა. ციხეზე მისვლა შესაძლებელია სამანქანო გზით სოფელ ჭხერიდან მილისკარის სასაფლაომდე, საიდანაც საფეხმავლო მარტივი ბილიკი მიდის ციხემდე. 2018 წელს ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ესენი არიან მომღერალი ჩოხოსნები, რომლის პატივსაცემათაც ქვია ამ სკვერს მომღერლების, იგივე ჩოხოსნების სკვერი. სხვათა შორის ეს სკვერი ზუსტად იგივე დროს არის აშენებული, როდესაც აშენდა დევების სკვერი, ვისაც არ გინახავთ ჩვენი ვიდეო დევების შესახებ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ჯერ ნახოთ დევების ვიდეო და შემდგომ გააგრძელოთ ამ ვიდეოს ნახვა. და სხვათა შორის ამ პერიოდის ხარაგაულისთვის გამოსარჩევი ადამიანია მაშინელი რაიკომის თავმჯდომარე ელისო ბერიძე, რომელიც მეშვეობითაც და რომლის მეოხებითაც ხარაგაულში უამრავი საინტერესო რამ გაკეთდა, მათ შორის აღსანიშნავია ის საბაგიროს პროექტი, რომლის მიხედვითაც პატარა ხარაგაულს უნდა დაკავშირებოდა ძირითადი ნაწილი დაბა ხარაგაულის ქვედა ნაწილი, თუმცა მისი დასრულება ვერ მოხერხდა. ახლა მე მიჭირავს ამონარიდი ძველი გაზეთიდან ლენინის დროშით, სადაც ვკითხულობთ ასეთ სტატიას. არანაკლებ ლამაზია დაბის აღმოსავლეთიდან შემოსასვლელში გაკეთებული წყარო. ისთვისაც თავისი ხელოვნება არ დაუკვლიათ მოქანდაკეებს გიორგი კიკნაძეს, თემურ თხელიძეს, არქიტექტორებს ბადრი ლეჟავას და ნოდარ ჭანკოტაძეს. ზესტაფონის საგზაო უბნის მშენებლებს. აი ასეთი სტატია ეს ამოღებული მაქვს გაზეთიდან და აი ასე გამოიყურებოდა ამ სტატიის ამონარიდი. ავიდეთ ახლა და ვნახოთ თვითონ წყარო. ძველ ხარაგაულელებს გემახსოვრება თუ როგორი იყო ადრე მომღერლის წყარო. ამ ხელებაწეული კაცის ფორმის კონსტრუქციიდან ორის ნაცვლად სამ ადგილზე გადმოდიოდა წყალი, რამაც ხარაგაულში ერთ საინტერესო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. თურმე ხარაგაულში მოსულ სტუმარს აქ მოიყვანდნენ და ეტყოდნენ თუ გინდა რომ აქაური ტესტი გაიარო, სამივე წყაროდან წყალი ედროულად დალიეო. რა თქმა უნდა, პირველად მოსული ადამიანი ერთი შეხედვით შეუძლებლად მიიჩნევდა სამივედან ედროულად წყლის დალევას, მაგრამ ყურობის არსი თამაში იყო. ტესტის სირთულე კი მის სიმარტივეში იყო. თუ ვინმე მოინდომებდა სამივე წყაროდან წყალი დაელია, ორ მხარეს უნდა მიეჭირა ხელი და შუაში გადმოწულ სულ წყალს უნდა დასწაფებოდა. სამწუხაროდ დღესთვის ამ ტესტის გავლა შეუძლებელია, მაგრამ იმედია, როდისმე ესეც მოხდება და აღდგება ეს
წყარო ისე როგორც პირვანდელი ფორმით. თუ ვინმე დაიკვეხნიდა ხარაგაულში პური მაქვს ნაჭამიო და კარგათაც მიქეიფიაო, აუცილებლად კითხავდნენ მომღერლის წყაროს ტესტი თუ გაქვს გავლილიო და ის ამ ამბავს სასიამოვნოდ გაიხსენებდა. შემდგომ კი ალბათ სხვასაც გაატარებდა. გვერდს ამშვენებს ქართული ზღაპრების თემაზე შექმნილი ბარელიეფების სერია. ხარაგაულში მოსულ სტუმარს თუ ტურისტს ასეთი არსებობის შემთხვევაში შეგვიძლია 2 სიტყვით უამბოთ ხარაგაულის რკინიგზის სადგურის შესახებ, რომელიც აშენებული 1870-იან წლებში და მასზე ლექსი თვით გალაქტიონს აქვს დაწერილი. სადგურზევე მდებარეობს 1880-იან წლებში აშენებული ორსართულიანი შენობა და ამავე პერიოდში აქვე აგებული ყოფილი აბანოს ნაგებობა, რომელიც ძალიან საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა. შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ სამივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. სადგურზევია ლამაზი წყარო, რომელიც წლებია უკვე დამშრალი. მას თურმე აფროდიტას წყაროს ეძახდნენ. რადგან წყაროები ვახსენეთ, არ უნდა გამოგვრჩეს და კიდევ ერთი სიძველის შესახებ დავიტრაბახოთ სტუმართან. ეს არის 1900 წელს აშენებული წყარო, რომელსაც ზოგი ზუმბაძეების წყაროს ეძახის, ზოგი დასკალის წყაროს და ზოგს კიდე ისიც დაუმახსოვრებია წინაპრებისგან, რომ ეს წყარო თავის დროზე კალატოს იაკინთე დეკანოსიძეს აუშენებია. ამ ფიგურებს და ბარელიეფებს ყოველდღიურად უყურებს და რომ ვკითხოს სტუმარმა ვინ არიან და აქვინ გამოსახაო, თავს ხوار შევირცხო. აქ ასახულია იმერული რთველის პროცესი. ნაპირებზე მდებარე ბარელიეფები 1940-იანი წლებისაა და მათი ავტორია თამარ აბაკელია, რომელიც იყო მოქანდაკე, გრაფიკოსი, კინოსა და თეატრის მხატვარი. შუანა ბარელიეფები შედარებით ახალია. მათი ავტორია ჯუმბერ სხილაძე. ისინი 1980-იან წლებში მოეწყო. მთელ პანოს 2021 წელს რესტავრაციად ჩაუტარეს გია კიკნაძემ და გია მეიფარიანმა. ჩვენ ახლა ვართ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმთან. დაბა ხარაგაულში მუზეუმი 1983 წლიდან არსებობს. მოდი ახლა შევიდეთ მუზეუმში და ვნახოთ რის დათვალიერება შეიძლება. ფოიეში შექმნილია მარნის იმიტაცია. კედლები ადგილობრივი მასალითაა გაფორმებული. ამ ყველაფერს კი ხის მოჩუქურთმებული სადარბაზო კარებები ამშვენებენ, რაც სამუზეუმო განწყობილებას უქმნის მობრძანებულ სტუმარს. პანოზე გამოსახულია მუზეუმის ექსპოზიციებში წარმოდგენილი მასალის სიმბოლური ილუსტრაციები. 40 ათეულზე მეტი სითვლის ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ინახავს, იცავს, იკვლევს, გამოფენს ჩვენი რაიონის საგანძურს, მის ისტორიას და ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მასალას. მუზეუმის საზეიმო გახსნა 1993 წლის 19 აპრილს მოხდა და პირველად გაიღო ფართოდ კარი დამთვალიერებლებისათვის. საკამოფენო სივრცეებად დაყოფილ დარბაზებში წარმოდგენილია არქეოლოგიური, სხვადასხვა სოფლებში შემთხვევით ნაპოვნი არტეფაქტები. ისტორიული ძეგლების ფოტოები, ეთნოგრაფიული, ზემო იმერეთისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები, პალეონტოლოგიური, საბუნებისმეტყველო, ოქრომჭედლობის ნიმუშები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ჩვენი რაიონის გამოჩენილი ადამიანები. გალერეაში განთავსებულია ყველა ეპოქის ქართველ მხატვართა სახვით ხელოვნების ნიმუშები, ქანდაკება, მჭედურობა, ფერწერა, გრაფიკა, პოპ-არტი, ბატიკა და სხვა. ავტორთა ნაწილი ჩვენი რაიონიდან, ხოლო ნაწილი ცნობილი ქართველი მხატვრები არიან.
თავისთვის შემოვინახეთ ლონდონური სტილის წითელი ჯიხური, რომელიც უკვე თითქმის 1 წელია დაბა ხარაგაულში დგას და გამვლელისა და გამოვლელის ყურადღებას იქცევს. ჯიხური ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც იყიდება სუვენირები ხარაგაულზე. ეს სუვენირები დამზადებულია ხარაგაულის სიყვარულით. თუ კი თქვენ ხარაგაულს ესტუმრებით დაათვალიერებთ მის მშვენიერ გარემოს, აუცილებლად უნდა მობრძანდეთ ხარაგაულის ლონდონის წითელ ჯიხურში და შეიძინოთ სუვენირები. მობრძანდით ხარაგაულში, დაათვალიერეთ მისი შესანიშნავი გარემო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოგვეთით სტიმული, რომ მეტი გავაკეთოთ ხარაგაულისთვის. დაგვიტოვეთ კომენტარში, რის შესახებ შევედით მომდევნო ვიდეოს, ჩვენ ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. ასევე რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რა შესწორება შეიტანით ჩვენს ქრონომეტრაჟში, ჩვენთვის თქვენი აზრი ძვირფასია და მისაღებია. ხარაგაულიდან ისე არ წახვიდეთ, თუ ხარაგაულის სუვენირს თან არ გაიყოლეთ, რომელიც იყიდება ჩვენ ლამაზ წითელ ჯიხურში. მსოფლიოში ერთადერთ ადგილზე, სადაც იყიდება სუვენირები ხარაგაულის შესახებ.